სიყვარულს ადამიანები აღწერთ ხოლმე რომ რაღაც მაგიური და მისტიური და რომელიც ორ ადამიანს შორის ხდება. ნაწილობრივ არის ესეც, რა თქმა უნდა, და მეორე მხარე აქვს სიყვარულს სუფთა ბიოლოგიური და სამედიცინო კუთხე, ქიმია ჩვეულებრივი, რაც მუშაობს ჩვენს ორგანიზმში და ორ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთი, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში შეყვარების დროს და რა ფაზებს გადის ჩვენი სხეული და მეორე, რა არის საიდუმლო გრძელვადიანი წარმატებული ურთიერთობების, რომელიც გრძელდება წლები და ზოგჯერ ათწლეულები, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში. პირველი და ყველაზე მთავარი, რაც ორ ადამიანს შორის ხდება, ეს არის დოფამინი. დოფამინის გამომუშავება, თუ კი ეს დაემთხვა, ანუ ორ ადამიანს მოეწონა ერთმანეთი, ორივე ტვინი გამოიმუშავებს დოფამინს, რაც იწვევს აგზნებას, გახარებას, მაყოფილების შეგრძნებას და მოტივაციას ორივე ადამიანში. და ამიტომ დოფამინი არის ჯილდოს ნეიროტრანსმიტერი ჩვენ ორგანიზმში და ამიტომ არის რომ ორი ადამიანი, ორი შესაბამისი ადამიანი როცა ხვდება, ორივე გამოყოფს დოფამინს და ეს დოფამინი აძლევს ორივეს ძალას, ენერგიას, სურვილს, მოტივაციას ერთმანეთს ეურთიერთონ და ერთმანეთთან ურთიერთობა აღიქმება როგორც დიდი მისია, დიდი მიზანი, ანუ რასაც ჩვენ ვეძახით სიყვარულს. ეს არის ადრეული ხანა, ადრეული პერიოდი. ამ დროს გამოიყოფა ასევე ადრენალინი. ადრენალინი არის იმისთვის, რომ ფოკუსირდება მე ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი სხვაზე ვერაფერს ფიქრობ რომ ამბობს, სიყვარული ადამიანის გარდა, იმიტომ რომ ადრენალინი გამოიყოფა, რაც ფოკუსის გამყარებას იწვევს და თავდაჯერებას აძლიერებს. თავდაჯერებას იმ მხრივ, რომ ალბათ შეგიმჩნევათ, რომ შეყვარებულ ადამიანებს აი ის თავისი საყვარელი ადამიანი ან ეს აინტერესებთ და ძალიან დარწმუნებულები, თავდაჯერებულები არიან ხოლმე თვით ისეთი ადამიანიც კი, რომელიც ზოგადად ძალიან მორცხვია, შეიძლება სამყაროს დააუდგეს საყვარელი ადამიანის გამო. აი ეგ არის ზუსტად დოფამინი და ადრენალინი, რაც იწვევს აი ამ მნიშვნელოვან თვისებებს. შემდეგ მოდის უკვე, როცა ურთიერთობა უფრო ღრმავდება, ადამიანები ახლოვდებიან ერთმანეთთან, მოდის ოქსიტოცინის ჯერი. ოქსიტოცინი არის, როცა ორი ადამიანი სიხარულს იზიარებს ერთად, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ეხება, შეიძლება მოფერება ან თვალებით კონტაქტი და რწმენა ყალიბდება, ამ დროს გამოიყოფა ოქსიტოცინი. ოქსიტოცინი მიჯაჭვულობის ჰორმონს ეძახიან ოქსიტოცინს, რომელიც ტვინში გამოიყოფა და ტვინს ეუბნება, რომ შენ აქ ხარ მშვიდად. და ოქსიტოცინი არის სხვათა შორის დედა-შვილის მიჯაჭვულობის ჰორმონიც, ანუ დედა-შვილს შორის რაც იწვევს ძალიან დიდ მიჯაჭვულობას თავიდანვე, დაბადებისასვე, აი ის დედა-შვილის ძლიერი კავშირი არის ოქსიტოცინი. აი ამიტომ არის კიდე რომ როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ეხუტება 6 წამზე მეტს და ეფერებიან ხოლმე ერთმანეთს, ეფერებაში არ გულისხმობ სექსუალურ მოფერებას ამ შემთხვევაში, უბრალოდ ისე ეხუტებიან და ესე გამხატავენ სითბოს ერთმანეთის მიმართ, უკვე ოქსიტოცინი გამოიყოფა და კორტიზოლის დონე, ანუ სტრესის დონე მნიშვნელოვნად მცირდება. კაცებში განსაკუთრებით კიდე დამატებით ერთი მოლეკულა თამაშობს როლს, რომელსაც ქვია ვაზოპრესინი. ვაზოპრესინი თავის ტვინში გამოიყოფა. ეს ვაზოპრესინი არ არის მარტო ნეიროტრანსმიტერი, ვაზოპრესინი არის ასევე ჰორმონი, რომელიც ჩვენ ორგანიზმში მოქმედებს. და ვაზოპრესინი მაგალითად გულის უკმარისობის დროს გამოიყოფა ხოლმე და ანუ შეშუპება და ანტიდიურეზული ჰორმონი ქვია ასევე და ანუ ნატრიუმის შეკავებას იწვევს და ესე შემდეგ, ანუ სხვა დატვირთვა აქვს ორგანიზმში, მაგრამ თავის ტვინში სხვა დატვირთვა აქვს. ანუ ეგ ერთმანეთსგან უნდა გავარჩიოთ, რომ ის ვაზოპრესინი ერთი და იგივე მოლეკულაა, მაგრამ თავის ტვინში მოქმედებს როგორც ნეიროტრანსმიტერი და ჩვენს ორგანიზმში, სხეულში მოქმედებს როგორც ჰორმონი და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ეხლა არაფერი კავშირი არ აქვს თირკმელებთან, როცა თავის ტვინზეა საუბარი. თირკმელებში თუ იწვევს ნატრიუმის და წყლის შეკავებას, თავის ტვინში იწვევს ლოიალობას და დაცულობას, ის რომ დაიცვას თავისი ოჯახი, მაგალითად კაცმა.
ის რომ სქესობრივად იყოს ერთგული. ან ვაზოპრესინის დამსახურებაა ის რომ სქესობრივად კაცი ერთგულია თავისი, როცა უყვარს ადამიანი, მისი ერთგულია. მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. და ამ ერთგულებას განაპირობებს ვაზოპრესინი, ჩატარებულიც არის კვლევები, მაგალითად თაგვებს, რომლებსაც არ მარტო თაგვებს, სხვა ცხოველებზეც იყო ეს, მგლებზეც არის კვლევა მე მგონი, როცა ვაზოპრესინი დაუთრგუნეს, მაშინ დაკარგა ლოიალობა ამ ცხოველმა თავის პარტნიორის მიმართ და როგორც კი ვაზოპრესინი შეუყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი პარტნიორები არც კი იყვნენ, მაინც ინარჩუნებდა ლოიალობას, ერთგულებას მის მიმართ, ვინც მისი პარტნიორი იყო, თუმცა არა სქესობრივი. მაინც, ანუ სუფთად აი ამ კაცებში ერთგულებას და იმას, რომ საკუთარი დაიცვას და ტერიტორიულობას კიდე ცოტა ისე იყენებენ ხოლმე შემთხვევაში სხვა შორის, რომ ან ტერიტორიულობა და საკუთრებაო და რაღაცა სხვადასხვანაირი დატვირთვა შეიძლება მისცე, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ის, რომ კაცი იცავს თავისას და ის, რომ უნდა რომ ერთგული იყოს ისიც და თვითონაც ერთგულია, ეს არის ვაზოპრესინის დამსახურება და ის, რომ თავისას იცავს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია კაცებში. ქალებში ცოტა სხვანაირი სურათია. ქალებში ესტროგენები, ოქსიტოცინი და დოფამინი ქმნის ამ ერთობრილ ემოციურ მეხსიერებას და ნდობის ჩამოყალიბებას და ქალისთვის ეს გრძელდება დიდხანს. ამიტომაც შეგმიჩნევიათ, რომ კაცს შეიძლება შედარებით მალე გადაუყვარდეს და ქალს უფრო დიდხანს უყვარს ხოლმე, რადგან ქალთან ეს უფრო კომპლექსური და უფრო ძლიერია ხოლმე, თუმცა ადამიანზეა დამოკიდებული და არა, ანუ მარტო ქალზე და კაცზე არა და მეტიც კიდე სულაც არ არის ეს ყველაფერი ამ ჰორმონებზე დამოკიდებული გრძელვადაში. ეს ჰორმონები მოკლევადიანად თამაშობს დიდ როლს. გრძელვადიანადაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის ქცევის სტრუქტურა, როგორ იქცევა გრძელვადაში, უფრო მნიშვნელოვანია და ის სტრატეგია და მახასიათებლები, რაც საერთო ან არასაერთო აქვს ადამიანებს, ვიდრე ის რომ მაგალითად ოქსიტოცინი თუ სეროტონინი თუ ენდორფინები. ანუ ესენი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა უკვე გრძელვადიანი ჩვევები უფრო მნიშვნელოვანი. ქალში ჯამში ამ ემოციურ მეხსიერებას ვინაიდან კომპლექსური თამაში ქმნის ამ ესტროგენების, ოქსიტოცინის და დოფამინის, ამიტომ კეთილად მოქცევა ქალის მიმართ, ან თბილად საუბარი, ან თბილად მოქცევა, ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ სუფთა ქიმიურითაც, ამით აშენებ რეალურად ნდობას ქალში. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ანუ კაცის ქცევა, რომელიც ქალში გამოიწვევს ნდობას, სუფთა ქიმიურათაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის. ხო, ნელ-ნელა დროთა განმავლობაში აი ეს ნება და ეს მიზიდულობა და აი ეს ჰორმონების ამოფრქვევა ნაცვლდება უფრო მეტად ახალი მოთამაშეებით, რომელსაც ქვია სეროტონინი და ენდორფინები. სეროტონის მოაქვს ემოციური სტაბილურობა, ამიტომ რომ სიყვარული არის მშვიდობიანი და არა ობსესიური, ანუ სიყვარულს არ უნდა მოქონდეს, სიყვარულს უნდა მოქონდეს სიმშვიდე და არა აკვიატებები და არა რაღაცა წარმოუდგენელი მანკერწრეზე სიარულები და ენდორფინებს მოაქვთ კომფორტი. ანუ ენდორფინები არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე სტაბილურობა სეროტონინთან ერთად, როცა პარტნიორები ერთად იცინიან, ხელს ჩაკიდებული აქვთ ერთად და იზიარებენ რუტინას. ანუ იზიარებენ რუტინაში იგულისხმება ის, რომ შეიძლება უბრალოდ წყვილი, ჩუმად ისხდეს საღამოს, უბრალოდ ერთად და თავს გრძნობდეს კარგად და არ ჭირდებოდეს არსად წასვლა ახალი აღგზნებისთვის და ახალი თავგადასავლების ძიებისთვის. არამედ ერთ ოთახში ჯდომა მათთვის და თუნდაც ორივე თავის საყვარელი საქმის გაკეთება ბევრად დიდი სიმშვიდის და სიყვარულის მომტანი იყოს.
ვიდრე რაღაცა სამე წასვლა და რაღაც თავგადასავლების მოძებნა, რადგან სეროტონინია აქ მნიშვნელოვანი, რომელიც სიმშვიდეს სტაბილურობას განაპირობებს. და ანუ ის ქიმია, რომელთაც იწყება სიყვარული როგორც ძალიან ძლიერი მოტივატორი და ძალიან ძლიერი ენერგია, გარდაიქმნება სითბოში. ანუ ცეცხლი გარდაიქმნება სითბოთ, ჯამში ცეცხლი, რომელიც წვავს და მერე სითბო, რომელსაც უკვე გრძელვადიანად ადამიანები გრძნობენ ერთმანეთთან და სიყვარული არა ნაკლები სიყვარული, არამედ მეტი დაცულობა. აი ესე ტრანსფორმირდება სიყვარული დროთა განმავლობაში. თუ შევაჯამებთ ამას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიყვარული გადის 3 სტადიას ქიმიური კუთხით. დოფამინი და ადრენალინი არის პირველი სტადია, შეყვარება, ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი არის მეორე სტადია, სიყვარულში დარჩენა და სეროტონინი და ენდორფინებია მესამე სტადია, რომელიც არის ერთად ზრდა უკვე ძველის დაძველებული სიყვარულის და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ის რომ სიმშვიდე არის აუცილებელი და სიმშვიდე არ მოდის ერთმანეთის აღიარების გარეშე. აუცილებელია ის რომ ჯამში სიმშვიდე მოიპოვოს წყვილმა, თუ სიმშვიდეში არ გადავიდა ეს ყველაფერი, წვილი იწყებს ისევ ახლის ძებნას. ანუ თუ რომელიმე ეს ფაზა მოკლედ გამოტოვა, დოფამინი, ადრენალინი არ იყო, ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი არ იყო, სიყვარულში არ დარჩნენ და მე სეროტონინი და ენდორფინები არ იყო, ერთად მშვიდად და სიყვარულით არ იყვნენ, იწყებს წვილი ახლის ძებნას. ანუ ეს ფაზა უნდა გაიაროს სიყვარულმა. ამიტოა რომ ანუ ყველაფერი რაც სიყვარულზე ნაკლებია არ უნდა იყოს. და ეხლა გადავიდეთ იმაზე, რა არის ის საიდუმლო, რითიც ადამიანები რჩებიან ერთად დიდხანს და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. ანუ როცა ზღაპრები ხომ თავდება ხოლმე იმით, რომ ანუ წვილი ყველაფერს გააკეთებს იმის რომ ერთად იყვნენ, ანუ დოფამინის სტადია ხოლმე ნაჩვენები ზღაპრებში უმეტესად. აი ეს мотиваცია რა, რომ ან ხელს გიშლიან და мотиваცია რომ წვილი ერთად იყოს და ეგ მოტივირებულები ადრენალინი, დოფამინი მაგერს გადიან და მე ამბობენ რომ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. ანუ ამბობენ ეს ზღაპარი ამბობს იმას რომ ეს წვილი გადავიდა მესამე სტადიაში. ხო, ძირითადად ეს ოქსიტოცინის სტადიაც არ არის ხოლმე ისა ნაჩვენები, პირდაპირ გადიან ხოლმე მესამე სტადიაში, ანუ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებაში და აი მაგაზე ვისაუბრებ, დიდხანს და ბედნიერად როგორი წვილები ცხოვრობენ და რა იყო და რა არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ წვილმა იცხოვროს დიდხანს და ბედნიერად. არ არის საკმარისი მაგისთვის სიყვარული. სიყვარული არ არის საკმარისი, აუცილებელია იმისთვის, რომ წვილმა ეს ბილიკი ცხოვრების გზა, ან ზოგისთვის შეიძლება მაგისტრალი გავოს ერთად, აუცილებელია რამდენიმე ნიშან-თვისება ქონდეთ, ახასიათებდეთ ამ წვილს თავის ურთიერთობაში და აი ამაზე ვისაუბრეთ. პირველი და ყველაზე მთავარი არის კომუნიკაცია და ემოციების რეგულაცია და ანუ კონფლიქტის მართვა, სხვანაირად რო ვთქვა. ანუ აი წვილი ჩხუბობს მაგალითად როგორ უმკლავდება წვილი კონფლიქტს. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ვიტყვით წვილის ხანგრძლივი ურთიერთობისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კვლევებით დადასტურებულია, რომ კონფლიქტის მართვა ყველაზე მნიშვნელოვანი. ის მაგალითად, რომ ადამიანებმა ზოგჯერ ჯობია რომ მაგალითად თუ ძალიან ემოციური ადამიანი, ორი ემოციური ადამიანი სახანი გაჩერდეს, არ უყვიროს ერთმანეთს და შემდეგ აუხსნან. იმის ნაცვლად რო თქვათ ერთმანეთი დანაშაულონ, აუხსნათ, რას გრძნობენ თვითონ, რას ფიქრობენ თვითონ, დარჩნენ ღია, ანუ მუდმივად ღიაობა იყოს ურთიერთობაში და ამას მეცნიერულად არის ესე, რომ თუ კი ღიაობა ურთიერთობაში მუდმივად ეს წვილი ელაპარაკება ერთმანეთს და თავის მდგომარეობას უხსნის და ორივეს გახსნილობა აქვს, ერთს არა, ან ვისე არა რომ ერთი წუწუნებს და მეორე უსმენს და მეორე გავარდნაზე არა, ერთმანეთის გრძნობებს თუ იზიარებენ და თუ გახსნილები არიან და კონფლიქტს თუ წარმატებით მართავენ, არა დადანაშაულებით, არამედ ერთმანეთის გაგებით 80%-ით განაპირობებს ეს გრძელვადიან სტაბილურობას. ანუ კონფლიქტის მართვა თუ მოგვარებული აქვს წვილს მოკლედ საქმის ნახევარი გაკეთებული აქვს.
აი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხო რატო როცა შენი ესმით ან ყველაზე მთავარი არის რომ ყველაზე მთავარი სიტყვები რაც შეიძლება წვილმა ერთმა მეორეს უთხრას მე მესმის შენი ეს არის როცა შენი ესმით ტვინი გამოყოფს ოქსიტოცინს და როცა თავს ესხმი ტვინი გამოყოფს ადრენალინს და ადრენალი ფოკუსისთვის კარგია მაგრამ თუ კი თავს გესხმიან და ადრენალი გამოიყოფა მე შენ ფოკუსირებული ხარ რომ ამას უპასხო და უკან დაუბრუნო ხურდა და მე ისიც იგივეა და ერთმანეთში ჭამაში არიან მე ამიტომ ანუ აი ამ სიმწარეს რომელიც შეიძლება ორ წყვილს შორის ჩუბისას წარმოიქმნას ყველაზე კარგად ანგრევს და ალღობს ეს არის მე მესმის შენი ასე რომ ერთმანეთთან საუბარი თბილად და ტკბილად ეს არ არის უბრალოდ კულტურა ეს არის ბიოლოგია ანუ როცა ესაუბრები ადამიანს მშვიდად წარმოიქმნება ოქსიტოცინი და შენთან თავს გრძნობს მშვიდად და ისიც მეტად მოტივირებულია რომ პრობლემა მოაგვაროს მეორე ყველაზე მთავარი რაც ორ ადამიანს აკავშირებს ეს არის საერთო ღირებულებები და ცხოვრების მიმართულება რას ნიშნავს ახლა შეიძლება მე და შენ ან სხვა ორ წყვილს არ გქონდეს საერთო ჰობი საერთო ინტერესები მაგრამ გქონდეს საერთო ღირებულებები ანუ უნდა ერთნაირად უნდა გვესმოდეს ჩვენ რა არის სიყვარული მაგალითად ერთნაირად უნდა გვესმოდეს რა არის ერთგულება ერთნაირად უნდა გვესმოდეს რა არის კაცობა რა არის ქალობა რა არის მორალი და ასე ანუ ეს კი არ ნიშნავს იმას რომ მე ვიყო მაგალითად მორალური ძალიან ან მე ვიყო მაგალითად ძალიან გაცნობიერებული რაღაც მორალურ ღირებულებებში არა ერთნაირად გვესმოდეს ან მე და შენ ერთნაირად ვხედავდეთ რა არის სიყვარული რა არის ერთგულება და ეს ღირებულებები ძირითადად core values რაც ქვია ან ძირითადად ღირებულებები რაც არის ადამიანის ერთნაირად უნდა ვხედავდეთ სამყაროს მაგრამ კი შეიძლება რომ ანუ შენ დაჯდა და თქვა მუსიკას მოусმინე და მე დავჯდა და რაღაც წავიკითხო ან შენ დაჯდა და რაღაცა გააკეთო რაც გიყვარს და მე სხვა რაღაცა ეს არ არის პრობლემა მაგრამ პრობლემა ის არის როცა ორი ადამიანი სამყაროს სხვადასხვანაირად უყურებს და სხვათა შორის ის რომ მოკლეს ის პრიკი თუ რაღაც ის იყო ამერიკელი რო იყო მოკლედ რა მაგას ქონდა რომ კითხვა დაუსვეგეთი რომ ისა მე და ჩემ ცოლსო სხვადასხვანაირი პოლიტიკური შეხედულება გვაქვს რა და გამოგვივა თუ არ გამოგვივა ურთიერთობა და არ გამოგივათო რა თქმა უნდა ორ ცოლ-ქმარს რომელსაც სხვადასხვანაირი პოლიტიკური შეხედულება აქვს თუნდაც ურთიერთობა არ გამოუვა. ნუ შეიძლება გამოიყვანონ ძალით იწვალონ ესე, მაგრამ ჰარმონიულად არ გამოუვათ, რა თქმა უნდა. ან დილით რო ადგება ერთი და სტალინის ქედება დიდებაში იქნება და მეორე კიდე თქვა აქეთ ამერიკის ხო არ გამოვა მაგათი ურთიერთობა, რა თქმა უნდა. ანუ სულ მუდმივად clash, ანუ ის იქნება შეჯახება ექნებათ ერთმანეთთან. და არ გამოვათ, რა თქმა უნდა, ანუ ძირითად ღირებულებებში ადამიანები უნდა ემთხვეოდნენ რა არის სიყვარული, რა არის გაგება, რა არის ადამიანობა, თუნდაც იგივე პოლიტიკური შეხედულებები, ძირითადი იდეოლოგიები, თორე არა საუბარი ყოველთვის კამათი შესაძლებელია, მაგრამ ძირითად რაღაცეებში უნდა ემთხვეოდნენ ადამიანები ერთმანეთს. და თუ კი ემთხვევიან ხო ეს არ არის აბსოლუტური შეიძლება არ ემთხვეოდე რაღაცებში მაინც გამოგივიდეს მაგრამ მაგალითისთვის ადამიანები რომელსაც ძირითად ღირებულებებში ერთმანეთში ემთხვევიან 40%-ით მაღალი ნაკლები ჩხუბები მოძდით და 30%-ით კმაყოფილები არიან 30%-ით მეტად კმაყოფილები არიან ცხოვრებისგან ანუ უზომოდ დიდი რიცხვებია ესენი ანუ 40%-ით ნაკლები ჩხუბები ნიშნავს რომ 10 ჩხუბის ნაცვლად მოუვათ 6 ჩხუბი თქვა წლის განმავლობაში ხო ცოტა ძალიან დიდი რამეა. მესამე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ურთიერთობის არის ემოციური სიმშვიდე და ნდობა. ემოციური სიმშვიდე და ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოფიტვა მოყვება თუ კი ემოციურად არ ენდობი ადამიანს. რას ნიშნავს ემოციური სიმშვიდე და თავის უსაფრთხოდ გრძნობა? და ნდობა. მაგალითად, როცა ადამიანს ეუბნები, რომ აი მე შევწდი, მე შემეშინდა, მე ვიეჭვიანე, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც მიყვარხარ, ხო? ეს სიტყვები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანუ ადამიანს ყოველთვის უნდა აუხსნა, რომ
ეს ემოცია დაგეუფლა შენ, მაგრამ ეს არ იყო ის, თქვათ, რამაც შეიძლება სიყვარული შეამციროს, ან გააფუჭოს, ან დათრგუნოს. აი ეს ნიშნავს და განაპირობებს იმას, რომ თავის ტვინი, ადამიანის თავის ტვინი გადართოს უსაფრთხო რეჟიმში. ამიგდალა არის ჩვენი ემოციების ცენტრი, ემოციების ცენტრი და შიშის ცენტრი არის ერთად და როგორც კი აი ამ სიმშვიდეში გადახვალ, რომ თუ საკმარისია რომ უთხრა აი ადამიანს, რომ მე ვწდებოდი, მე შევწდი, მაშინვე გამოიყოფა ოქსიტოცინი და ოქსიტოცინი იწვევს ნდობას და ადამიანი თავს გრძნობს უსაფრთხოდ და ნდობით. და მეტიც, ალბათ გინახიათ ადამიანები, რომლებიც წყვილი, რომლებიც ჩხუბობენ ხოლმე ახტება ერთი ან ორივე ერთად ყვირიან, ჩხუბობენ და 5 წუთში არიან ერთად ბედნიერად და ის ცოლქმრის ჩხუბი სულაც მართალი ეგონაო, რომ ამბობენ ხოლმე, ეგ არის, რომ კი, ზუსტად ეგრე ხდება, რომ ადამიანებს რომელსაც ემოციური ნდობა აქვს და ის 5 წუთში ეტყვის, რომ იცი რა, ხო, აი, უდად გავბრალდი რა და ისა ავნერვიულდი უბრალოდ, ან უბრალოდ ვიეჭვიანი ან რაღაც. და ხო, ის იმ მომენტში შენ გონია, რომ ვაუ, რა დასწრეს ერთმანეთს ფიქრობ და 5 წუთში ისინი შერიგებულები იქნებიან. რატო? იმიტომ რომ ანუ მათ იციან, რომ ანუ ეს ჩხუბი არ აყენებს მათ სიყვარულს კითხვის ნიშნის ქვეშ. აი რა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იციან, რომ ეს არის სიყვარული და არა საფრთხე და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იკამათონ და ზოგჯერ ხმამაღლა წვილებმა, ეს არ არის საფრთხე მათთვის და სიყვარული იქ კამათში არ დგას. ეს კი არ დგას, რომ იცი რა, მე მივდივარ და ეხლა მე შენ ეს დაგამხობ თავზე ყველაფერი და წავალ და იცი რა, ან არ ყვარები ვარ და მე მივდივარ, არა, ამასთან არ უნდა იყოს ასოცირებული. ის უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, რომ წყვილმა უნდა იცოდეს, რომ ერთმანეთი უყვართ. და კვლევმა აჩვენა, რომ წყვილები, რომლებიც ასე იქცევიან, ანუ ერთმანეთს აი ამ ემოციებს უზიარებენ ისე, რომ არ აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ სიყვარულს, 70%-ით მაღალი შანსი აქვს, რომ ერთად დარჩნენ 10-ზე მეტი წლის განმავლობაში. აი უზარმაზარი ეს არის უზარმაზარი ის გასაღები, ასევე გრძელვადიანი ურთიერთობის. ან თუ პირველი გახსნილობა იყო და კომუნიკაცია, მეორე იყო ის, რომ ღირებულებები და მესამე არის, რომ აი ეს ემოციური უსაფრთხოება და ნდობა იგრძნონ ადამიანებმა ერთად, რომ ანუ ის თუნდაც ის მომავალი საუბარი, თუნდაც ის კი არ არის სიყვარულის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, არის ის ემოცია და მე გავუზიარებ ერთმანეთს თავისი ემოციები, რომ აი მე ეს ვიგრძენი, მე ასე ვიგრძენი, მაგრამ ეს სიყვარულს არ ეხება. ეს უბრალოდ ჩემში ემოცია იყო, რაც ჩემში წარმოიქმნა ეს ემოცია. მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის სექსი და ფიზიკური ინტიმურობა, ფიზიკური სიახლოვე. ეს არნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ წყვილს რაღაც გამუდმებული ვნება ქონდეს, ეგ რა თქმა უნდა, ეგეთი დოზით შენარჩუნება შეუძლებელია, მაგრამ ის შესაძლებელია, რომ მუდმივად ადამიანი შეხება, მოფერება სექსით და სექსის ხარისხია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში სექსის რაოდენობა იცვლება, ანუ თავიდან შეიძლება უფრო ხშირი იყოს, მე შეიძლება უფრო ნაკლები იყოს, მაგრამ აი ის სიახლოვე, ჩახუტება, კოცნა, სექსიც და სექსის ხარისხიც უნდა დარჩეს. ხო, ნუ ის და უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექსში იყვნენ ადამიანები თავსებადები, ანუ ის კი არა, რომ მაგალითად ზოგ წყვილს შეიძლება ქონდეს თვეში ერთხელ სექსი, ზოგ წყვილს შეიძლება ქონდეს ყოველ დღე და ყოველ დღე ვისაც აქვს, ეს ავტომატურად კი არნიშნავს, რომ ეს წყვილი უფრო კარგად არის. მთავარია, რომ ორივეს ყოველ დღე უნდოდეს აქეთ და იქით კიდე ორივეს თვეში ერთხელ უნდოდეს. ან ორივეს თვეში 6 თვეში ერთხელ უნდოდეს. ანუ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, არამედ მნიშვნელობა აქვს ხარისხს, რომ ორივეს კმაყოფილების ხარისხი იმ რაოდენობით და იმ ფორმით, რა ფორმითაც ექნებათ, იყოს მათთვის დამაკმაყოფილებელი. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე არის უბრალო რიტუალები, ჩახუტება, ძილის წინ კოცნა და ასე, ან დღის განმავლობაში ჩახუტება, ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, რადგან ემოციურად აახლოებს ადამიანებს და მარტო სიტყვებზე ბევრად მეტ სიახლოვეს და
ემოციურ მიჯაჭვულობას და სიყვარულს იწვევს, როცა ფიზიკური კონტაქტიც არის და მეტ კმაყოფილებასაც იწვევს. მეხუთე საიდუმლო გრძელვადიანი ურთიერთობის არის მადლიერება და პოზიტიური აღქმა. რას ნიშნავს ახლა მადლიერება და პოზიტიური აღქმა? Რომ ჩვენ ადამიანები სულ ვიმახსოვრებთ იმას, რა გვითხრეს ცუდი. ადამიანს აქვს თავის ტვინში გამჯდარი აქვს ნეგატიურობისკენ გადახრა. კრიტიკას ვიმახსოვრებთ ბევრად დიდხანს და ბევრად კაფეოდ ვიდრე შექებას და მაგრამ აი ამ გადახრისთვის, ნეგატიური გადახრისთვის მადლიერება მოქმედებს როგორც წამალი. როგორც გამანეიტრალებელი წამალი ანტიდოტი აი ამ ტვინის ნეგატიური გადახრისკენ. შენ თუ მუდმივად ემადლიერები, კვლევებითაც დადასტურებულია ეს, რომ აი ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელთაც აი მადლობის თქმა კვირაში ერთხელ მადლობის თქმა საყვარელი ადამიანისთვის 25%-ით აძლიერებს ურთიერთობისგან კმაყოფილების მიღებას. ამდენად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ხა მადლიერება არ ამოშლის პრობლემას, თუ უწყობს ურთიერთობაში პრობლემა აქვს, მაგრამ ნამდვილად გაასუფთავებს ემოციურ ლინზებს, ემოციურ სათვალეს, რომელსაც ერთმანეთს უყურებენ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მეექვსე არის მოქნილობა და ადაპტაციურობა. მოქნილობა და ადაპტაციურობაში იგულისხმება რა, რომ ცხოვრება იცვლება მუდმივად, როლებიც იცვლება. ადამიანებიც იცვლებიან, ჯანმრთელობაც იცვლება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მუდმივად, რომ შევიცვალოთ ამ გარემო ცვლილებებთან ერთად. და პარტნიორები, რომლებიც არ იცვლებიან, ერთი პარტნიორი იცვლება და მეორე არ იცვლება უარს ამბობს შეცვლაზე, ბევრად უფრო მაღალი აქვს შანსი, რომ ესეთი პარტნიორები დაიშალონ. ან ერთი ვითარდება და მეორე არ მიყვება ამ განვითარებას. ან რაღაც იმან თქვათ სამსახურის ვარიანტია, რომ რაღაცა კარგი და აიწყო და შენ არა და მე აქ ქოხში უნდა დავრჩე და აქ უნდა მოვკვდე. არა, ხო, ანუ ერთმანეთს აი ამ ცვლილებებს უნდა აუწყონ ფეხი. რაც ჯობია ორივესთვის და გრძელვადიანი ინტერესებისთვის იმას და ან უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მუდმივად ცვლილებებზე ვართ აგებული ადამიანები და ამ ცვლილებებს აუწყოთ ფეხი, ამ ცვლილებებს დაუდგეთ გვერდში და ასევე რომ თუ კი შენ ფეხს აუწყობ ახალ რითმს, ეს არ ნიშნავს, რომ შენ იდენტობას კარგავ. ეგ უნდა იცოდეს ადამიანმა უბრალოდ, ჩვენ მუდმივად მივდივართ, მოძრაობთ ერთად წინ, ან უკან, ან სადმე, ან ზევით, ან ქვევით, სადღაც, მაგრამ მოძრაობთ, იმიტომ რომ ცხოვრება არის მოძრაობა. და მეშვიდე არის მეგობრობა და იუმორი. მეგობრობა მნიშვნელოვანია, წყვილები, რომლებიც თან არიან მეგობრებით და აქვთ ერთმანეთთან ხუმრობენ და არიან კომფორტულად სიჩუმეში ერთად. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტვინი ზრდის ენდორფინების დონეს და ოქსიტოცინს. ანუ წყვილები, რომლებიც ერთად იცინიან, აქვთ შიდა ხუმრობები, ანუ ერთმანეთს ეხუმრებიან ხოლმე და კომფორტულად არიან სიჩუმეში ერთად, მათ აქვს უკეთესი კმაყოფილების ხარისხი ცხოვრებისგან და უკეთესად გამოიყოფა მათში ენდორფინები და ოქსიტოცინი, ეჯაჭვებიან ერთმანეთთან და მოკლედ უყვართ ერთმანეთი ძალიან. იუმორი მოქმედებს როგორც ემოციური იმუნიტეტი და ის ხსნის დაძაბულობებს და უკმაყოფილებებს სამის გაიზრდება იუმორით შეხედვა პრობლემის, იუმორში გადატანა პრობლემების და ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ჩემი საყვარელი ადამიანი თან არის ჩემი მეგობარი, 70%-ით უკეთესი კმაყოფილების დონე აქვთ, ვიდრე სხვა ურთიერთობებს, სადაც მეგობრები არ არიან. მერვე მნიშვნელოვანი საკითხი არის ფინანსური გამჭვირვალობა. ფინანსური გამჭვირვალობა, რაც აკლია ყველა მთავრობას, ხო? ამასაც და ყველას მე მგონი ვინც და ალბათ ვინც იქნება კიდე. რომ ხო, წყვილებს შორისაც ასეა, რომ ფინანსური გამჭვირვალობა თუ არ არის, სიყვარულს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ფულს შეუძლია სიყვარული ჩუმად გაანადგუროს. ეხლა რას ნიშნავს ეს? თუ კი ფინანსური საიდუმლოებები აქვს წყვილს და უთანასწორობა. ანუ თუ კი რაღაც
სულად ეკცევა რა, ანუ ერთს აქვს ფული, მეორეს არ აქვს და იმას სულად ეკცევა, ან რაღაცებს ატყუებს, ხშირად იციან ხოლმე რომ ვალების აღება იციან ხოლმე ქალებმაც, კაცებმაც, ზოგი თამაშობს მე და მე იქამდე მიდის რომ სახლებს ყიდიან ხოლმე. ანუ ეგეთი რაღაცა, აი დამალვა ეგეთი რაღაცების იგივეა რაც ღალატი. ანუ ღალატის ტვინი აღიქვას ამას როგორც ღალატად. მაშინ როცა თუ ერთად დაგეგმავენ თანაბარი ხმიანობა აქვთ, ანუ ის კი არა რომ თქვათ შეიძლება ანუ ქმარი შეულობდეს ან ცოლი შეულობდეს ან ერთი მე შეულობდეს, მეორე ნაკლებ შეულობდეს და ხმის უფლება ორივეს თანაბარი უნდა კონდეს და ესე და ღიაობით და გულუხობით შენდება რწმენა და ხო ფული ლაპარაკობს რო არის ბევრგან არის გამოყენებული ფული ლაპარაკობს კი ფული ლაპარაკობს ნამდვილად და როდესაც არის როდესაც ფული ჩუმად არის, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი გათანაბრებულია და ფულის კუთხით ერთმანეთთან პრეტენზიები არ აქვს ადამიანებს, მაშინ ბევრად ნაკლები სტრესი აქვს, რადგან განქორწინებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხოლმე ფული. არა და ფულს არ აქვს სიყვარულში ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ ის არის ფიქრობს ადამიანმა, რომ აუცილებლად არც ქალები არ თხოვენ კაცებს ფულს და არც კაცები არ თხოვენ ქალებს ფულს უმეტესობა, მაგრამ კაცების და ქალებიც ითხოვენ ხოლმე სამართლიანობას. ანუ იმას, რომ აი რაც არის იმის ფარგლებში ხმის უფლება ამასაც გონდეს, იმასაც გონდეს, ერთნაირად გადაწყვიტონ, იყოს გამჭვირვალე საიდუმლოებები არ იყოს, ამას ორივე ითხოვს. და მეცხრე არის ერთად გაზიარებული რაღაცები, მაგალითად, ერთად გაზიარებული ფიზიკური განზომილება, ძილი ერთად, ჭამა ერთად, ერთად სიარული, ერთად გასეირნება, ერთად ვარჯიში, აი ეს სექსი რა თქმა უნდა, ერთად ეს ზრდის სექსუალურ კმაყოფილებაზე მოქმედებს ეს 20%-ით მეტად, ვიდრე ის წყვილები, რომელიც ამ ყველაფერს არ იზიარებენ, რადგან ენდორფინები და სეროტონინი გამოიყოფა ერთად და ერთად ორი ადამიანი თავს გრძნობს ბედნიერად. და მეათე არის აღიარება. ადამიანებს მუდმივად ჭირდებათ აღიარება და ზრდა. ერთმანეთისგან ჭირდებათ აღიარება. აღიარება მოქმედებს როგორც მუდმივად დოფამინის დოზა მიაწოდო ადამიანს. ამისთვის მოქმედებს აღიარება. აღიარება საჭიროა, უნდა შეაქო ადამიანი. ხო არ არის საჭირო რა თქმა უნდა ეპათხალებოდა რაღაც ყვილად იმას ქნა უთხრა რაღაცები რაც არ არის, ეგ არ არის საჭირო, მაგრამ ის რომ ადამიანი შეაქო იმის გამო რაც მართლა კარგია, რაც მართლა კარგად გააკეთა და შენიშნო მისი მცდელობა, პროგრესი, შინაგანი სიძლიერე და ეს კი არა რომ თაყვანისცე, არამედ აღიარო მისი ყველა ადამიანს ხომ აქვს რაღაცა კარგი და აღიარო მისი რაც კარგი აქვს და უთხრა რომ აი შენ რა მაგარი ხარ ამაში და რა კარგია რომ აი ესეთი ხარ და რა კარგია რომ ეგ გააკეთე და ერთად სწავლა, ერთად რაღაც გამოწვევა, ერთად რაღაც გაკეთება, ერთად მგზავრობა და ასე ეს ყველაფერი ერთად ემოციურ მიჯაჭვულობას ზრდის და ერთად ადამიანები უფრო მეტად გრძნობენ კარგად თავს და სტაგნაციისგან ირიდებენ თავს. და მეათე არის რომ ადამიანებს კონდეთ მსგავსობა, აი ერთი ტალღის ადამიანები იყვნენ, ეს ერთ ტალღის ადამიანებში მოიაზრება ის, რომ ადვილად და ჰარმონიულად გამოსდიოდეთ ურთიერთობა, ადვილად, ანუ ორი ადამიანი ერთმანეთთან ურთიერთობისას არ უნდა წვალობდეს. ეს არის რეალურად კომპლექსი ნიშან-თვისებების, რომლის მიხედვითაც ეს ორი ადამიანი კომფორტულად არის ერთმანეთთან და არ უწევს წვალება ორ წყვილს ერთმანეთთან ურთიერთობისას. ამას ეძახიან ემოციურ სინქრონიას ან ნეირონალ რეზონანსს, რითიც ეს ორი ადამიანი ზის ერთნაირ რითმში მოკლედ. შეიძლება არ იყოს აქ აუცილებელი სუნთქვის რითმი ან მაგრამ მათი გონების ტალღა ერთია, იუმორი, დროულობა, ემოციური დროულობა, ეს ორი ადამიანი კარგად არის სინქრონიზებული და ელექტროენცეფალოგრამაზეც კი აჩვენებს ხოლმე, რომ ორი წყვილი არიან წვილები, რომლებიც იმდან სინქრონიზებულები არიან მათი
ტვინის ტალღის სიგრძეც კი მსგავსია ხოლმე, რაც აი პირდაპირ კოჰერენსულობა, მოკლედ ამ ორ ადამიანის ფიზიოლოგიურ ნიშნებს შორის და ეს ორი ადამიანი ერთად არის ძალიან კარგად. ერთად უჩქარდებათ გული, ერთად მშვიდდებიან და აი ეს სარკისებური ნეირონები აქვთ ურთიერთ ემპათიით სავსე, მოკლედ, ანუ ერთი რასაც განიცდის, მეორეს განიცდის და ასე, ანუ ერთმანეთთან არიან სრულად სინქრონიზებული. ეგ არის ერთი ტალღის ადამიანები არიან, არ კარგავენ ზედმეტ ენერგიას და ზედმეტ დროს იმისთვის, რომ ერთმანეთს რაღაცე ადვილად ესმით ერთმანეთის გრძნობების, ადვილად იღებენ და ადვილად გებულობენ, რისი თქმა უნდა იმას, იმიტომ რომ სინქრონიზებულები არიან. ხო, ეს არნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ადამიანები იდენტურები არიან, ეს ნიშნავს, რომ ემოციური დროულობა აქვთ მსგავსი ამ ორ ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ ანუ ერთი რომ გაიცინებს და მეორეს გაიცინებს, მორჩა, ანუ სტრესი მოხსნილია იქ რა და არა ის რომ რაღაც აი ერთი ჩაჯინებულია ბოლომდე და ეს სულ სხვაგან არის და ეს სულ სხვაგან არის, ანუ ის რომ აი ადვილად განტვირთონ, ადვილად ერთ ტალღაზე დადგნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გრძელვადიანი ურთიერთობისას. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.